თანაბარი ადგილი ეკავა ქართველს, აფხაზს და სხვა ეროვნების წარმომადგენელსაც. ეს არ იყო ადგილი თანხმობის და წენისთვის. ორგანიზაციამ მშვიდობის ელჩები ქვეყნის მომავლისთვის ინიციატივით დოკუმენტური ფილმის ინგირს მელე პრემიერა გაიმართა. ფილმი წარმოადგენს ემოციურ და ამავდროულად მნიშვნელოვან ნარატივს, რომელიც აერთიანებს მოგონებას, იმედს და რწმენას. იგი მაყურებელს ამოგზაურებს იმ ადამიანების ისტორიებში, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და გულწრფელად გვიზიარებენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას. ფილმის გმირები არიან ადამიანები, რომლებმაც ომის მძიმე რეალობაში დატოვეს მშობლიური სახლები და თბილისში დროებით პოვეს თავშესაფარი. მათი ისტორიები კიდევ ერთხელ გვახსენებს მთავარ სათქმელს. აფხაზეთი არა მხოლოდ გეოგრაფიული სივრცეა, არამედ ისტორიული ერთობა და ურთიერთობის ის უხილავი ძაფები, რომლებიც ქართველებსა და აფხაზებს შორის ყოველთვის არსებობდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ფილმები იქნება მასაზრდოებელი ჩვენი ერთიანი საქართველოს შექმნისთვის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დარბაზი იყო სავსე და უმრავლესობა აფხაზეთიდან არ იყო და ეს ერთობა კიდევ ერთხელ იკვეთება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევქმნით ერთად, ერთიან და ძლიერ საქართველოს. ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს სამშვიდობო პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. მნიშვნელოვანია ესეთი პროექტი, როგორიც არის საერთო ფესვები საერთო მომავლისთვის. ესე იგი, ჩვენ აუცილებლად ჩვენ ახალგაზრდებს უნდა ვანახოთ და ვასწავლოთ რა დაკარგეთ და რა მიზნები გვაქვს საერთო. გადავწყვიტეთ, რომ ეს ყოფილიყო ელენეს მოგზაურობა, იმიტომ რომ ელენე არის დევლინების ქალიშვილი და აქედან გამომდინარე საინტერესო იქნებოდა როგორი დაიბადებოდა ელენე, ის რომ სოხუმში დაბადებული იყო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ სცენარი და რეჟისურა ყოფილიყო ასეთი. ჩემი წარმოდგენების შემდეგ ვნა აფხაზეთის შესახებ, აქამდეც მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ უფრო მივხვდი რა დავკარგე რეალურად და რას მივიღებდი თუ აფხაზეთში დავიბადებოდი. როგორც ორგანიზაცია მშვიდობის ელჩები ქვეყნის მომავლისთვის დამფუძნებლები ამბობენ, ეს არის მცდელობა, რომ მომავალმა თაობამ უკეთ გაიგოს წარსული და შეინარჩუნოს საერთო ღირებულებები. ღონისძიება განსაკუთრებული ემოციით იყო დატვირთული და დამსწრეებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა. საღამოს დასასრულს პროექტის აქტიური მხარდამჭერები და მონაწილეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. ჩვენი ორგანიზაცია სულ ახალი დაარსებულია, იანვრის თვეში შევიქმნით და ეს არის ასე ვთქვათ ჩვენი პირველი ნაბიჯი. თვითონ ფილმი, როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთის თემატიკაზეა და ჩვენი ძირითადი მესიჯი არის, რომ ჩვენს ახალგაზრდობას მივაწოდოთ ის ემოცია, რაც ჰქონდათ ჩვენს აფხაზეთელებს ომამდე. ჩვენმა სტუდენტებმა, მომავალი თაობამ უნდა იცოდეს, რომ ის, რაც ომით დაიკარგა, უნდა დაბრუნდეს მშვიდობით და ურთიერთობების აღდგენით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ფილმში მონაწილეობა. მე მინდა დიდი მადლობა გადავხადო დღევანდელი ფილმის ორგანიზატორებს, მშვიდობის ელჩებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ამ ფილმში მივიღე მონაწილეობა და იმედია დაანახებს მომავალ თაობას და მათ შორის მეც თუ როგორი იყო აფხაზეთი. მე ძალიან მომაყოფ, რომ გურამ გაბესკერიას შვილი ვარ.